ახლა ჩვენ ნინო კალანდაძე უნდა შემოგვერთეს, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი. უნდა ვისაუბროთ იმ რეგიონულ კონტექსტზე, რაც ბოლო პერიოდში შეიცვალა სხვა შორის და მათ შორის მოლდოვის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ვერ მალავს ოცნება თავის გლოვას. ეს კიდეც ეს წაახალისებსო ქვეყნის შიგნითო ჩვენს მოწინააღმდეგეებსო. არა და ძალიან კარგი ამბავი მოხდა. პუტინისტური ძალები დამარცხდნენ და ძალიან მკვეთრად გაიმარჯვეს პროდასავლურმა ძალებმა. ეს არ არის უბრალოდ ისეთ ახლოს გამარჯვება. სერიოზული გარდატეხა მოხდა მოლდოვაში. ნინო დილამშვიდობის მადლობა ხარჩვენთან ერთად. როგორ უყურებ აი მოლდოვის არჩევნების ამბავს, აქედან რომ დავიწყოთ. რა მნიშვნელობა აქვს ამ ძალიან პატარა, ძალიან ღარიბი ევროპული ქვეყნის ამბავს, რომლის შეიძლება ითქვას ნაციონალური იდენტობა აი ახლა რუსულ საინფორმაციო ომთან ბრძოლაში იჭედება. დილამშვიდობის მოლდოვის შემთხვევას, რომელსაც ყველა ღელორებით ვადევნებდით თვალს, იმიტომ რომ წინასწარვე ცნობილი იყო და ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან აქტიურად მოქმედებდა რუსეთი იმისთვის, რომ ტრადიციული მეთოდებით ჩარეულიყო, არატრადიციული მეთოდებით ჩარეულიყო, იმიტომ რომ აი ამ დიდი გეოპოლიტიკური გადანაცვლებების ფონზე რუსეთი ახლა მაქსიმალურად ებღაუჭება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლოა რომ რაღაცნაირად თავისი კლანჭებით და საცეცებით დააკავოს და მოლდოვა იყო მათ შორის ასეთი, რომელიც ძალიან თანმიმდევრულად უსხლტება ხელიდან და ეს ბოლო არჩევნები იყო ამის ნათელი მაგალითი, რომ ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის უკან თითქმის არც კი მოიაზრებოდა ევროპულ ორბიტაზე, უფრო მეტიც რუსული გავლენა იქ სოციალურიც მათ შორის გაცილებით უფრო მაღალი იყო, უცებ აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ მოწინავე რიგებში, არამედ მისი მოსახლეობა ფუნდამენტურად გადახალისდა და შეიცვალა ვექტორი იმის გათვალისწინებითაც, რომ საკმაოდ დიდია იქ თავისთავად ასე ვთქვათ, სოციალურად თითქოს ერთი შეხედვით რუსული საყრდენი. ეს მნიშვნელოვანია თვითონ მოლდოვასთვის, მნიშვნელოვანია ახლა უკვე ევროპული უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და ჩვენი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მოლდოვამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ არსებობს გამარჯვების გზა. მათ შორის აი ამ ძალიან ვერაგ და კარგად აღჭურვილ მტერზე, რომელიც პირველ რიგში ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის ჯერ კიდევ ძალიან ეფექტურად ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ბევრ სხვა ქვეყანაში და მათ შორის ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ დამარცხდა ძალიან ნათლად. დამარცხდა ჯერ კიდევ რეფერენდუმის დროს რამდენიმე თვის უკან და დამარცხდა ახლა ძალიან მკაფიოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აგრესიულად ერეოდა. ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ არსებობს გამარჯვების გზა, არსებობს რომ აჩვენებს, რომ როგორც ჩანს, მაინც ნელ-ნელა მოძველებისკენ მიდის, თუნდაც ის თანამედროვე მეთოდები, რომელსაც რუსეთი იყენებს, ამას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს თანამედროვე საზოგადოება და ეს გვაჩვენებს იმასაც, რომ მინიმუმ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში რაღაც ერთიანი ძალიან სერიოზული ანტირუსული ფრონტი იკვრება, რომელიც ძლიერი დასაყრდენი იქნება დემოკრატიული მოთამაშეებისთვის რეგიონში. ჩვენ ნახეთ, მე სულ ვამბობ, რომ რეჟიმებს და ქვეყნებს კი არა, საზოგადოებებს კარგავს რუსეთი, ეს კიდე სხვა ტიპის დანაკარგი არის. რეჟიმი შეიძლება დაკარგო, მაგრამ საზოგადოება არ დაკარგო და იქ დაბრუნება მოახერხო, ხო? სხვა შორის უკრაინა იყო ამის მაგალითი 2004 წლის მერე, სადაც დაკარგა რეჟიმი, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ფესვები დარჩა და მე მოbrunება მოახერხა. და ახლა ჩვენ ნახეთ აი სომხური საზოგადოების დაკარგვა, აზერბაიჯანული საზოგადოების საბოლოოდ ამოსვლა, აი ამ იქ ანტირუსული განწყობები ყოველთვის იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბება ამ კუთხით. რაც ხდება ახლა მოლდოვაში, ხო, უკრაინა მთლიანად, რა თქმა უნდა. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთადერთი, რომლის მოძრაობის დინამიკა არის აი აქეთ რუსეთისაკენ, ხო? უფრო დიდ სურათში ირანის და სირიაში ძალიან დრამატული პროცესები მიდის. აი დიდ სურათში რუსეთის დანაკარგები რომ შევაფასოთ, რა მდგომარეობაში გვაგდებს ჩვენ? ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე გვაყენებს ზუსტად აი ეს სახეცვლილი მოცემულობა რუსეთის მიმართ დამოკიდებულების, იმიტომ რომ რუსეთი პრაქტიკულად კარგავს რეგიონში გავლენის სფეროებს. რუსეთს მთლიანად გამოეცალა უკრაინის ომის შემდეგ აზერბაიჯანი, რომელმაც ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა ეს პროცესი, რასაც ქვია რუსეთის ყურადღების გადატანა თუ მათ შორის ძალაუფლების შესუსტება, ამავდროულად საკმაოდ ეფექტურად ემზადა საკუთარი ძალების გაძლიერებისთვის და
შეკრა სრულად ახლებური საერთაშორისო ალიანსი, რომელიც მას ძალიან დიდ თავდაცვით უსაფრთხოებას თავაზობს თურქეთის სახით. ძალიან ჭკვიანურად და ეროვნულ ინტერესებში მოქმედებს მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა პაშინიანი, რომელმაც ძალიან კაფიო არჩევანი გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად ერთადერთ ალტერნატივად ახლა დასავლეთს მოიაზრებს და აი ამ რაღაც ახლებურ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ერთად საკუთარ თავს მეტად ხედავს და მთლიანად აქცია ზურგი რუსეთს დღეის მდგომარეობით, თუმცა არჩევნებია იქ მალე და იქაც ველოდებით რომ რუსეთი ძალიან აგრესიულად ჩაერევა, სწორედ იმიტომ რომ მას საფრთხე აქვს მთლიანად დაკარგოს გავლენები და საქართველოს და მეორე მხარეს გვაქვს უკრაინა, რომელიც პრაქტიკულად ახალი იდენტობის ერი ჩამოაყალიბა ამ რუსული აგრესიის შემდეგ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2014 წლის შემდეგ ძალიან გაძლიერდა უკრაინული ანტირუსული იდენტობა და 2022 წელმა სრულად ახალი ნაცია დაგვანახა, რომელიც სრულად ახლებურად აზროვნებს და უყურებს რუსეთის იმპერიულ მოცემულობას როგორც ფენომენს და კარგავს მოლდოვას. საქართველოს მისთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ხო თქვენ თვითონ საზოგადოებები ალაგ-ალაგ შეინარჩუნაო და მე რაღაც ეტაპზე დაბრუნება შეძლო. საქართველოს არის ამის სამწუხარო მაგალითი. 13 წლის 1 ოქტომბერი არის რუსული ოკუპაციის დღე თანამედროვე საქართველოში, სადაც რუსეთმა შეძლო თავისი გავლენის აღდგენა და დაბრუნება, მას შემდეგ რაც მას ეს არ გამოუვიდა 2007 წელს სახალხო არეულობის გზით, არ გამოუვიდა 2008 წელს სამხედრო აგრესიის გზით, მაგრამ გამოუვიდა 2012 წელს სწორედ მისი საზოგადოებაში დარჩენილი საყრდენის ცოტა ამბავს წერილი ვნახეთ მისი, სადაც ეს ამბავი 1 ოქტომბერი რამის დიდგორის გამარჯვების ივანიშვილი სწორად აფასებს ამოვლენას, იმიტომ რომ ივანიშვილი ამას უყურებს რუსული პერსპექტივიდან და ეს იყო დიდი რუსული გამარჯვება, ამიტომ ზუსტად ასე აფასებს ივანიშვილი ამას. იყო ნამდვილად დიდი რუსული გამარჯვება და ის რაც ვერ შეძლო მან წლების მანძილზე, შეძლო 2012 წელს პროპაგანდით, რუსული ფულით და სწორედ იმ საყრდენით, რომელიც საზოგადოებაში ნაღმის სახით ჩატოვებული ქონდა, რომლისგანაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ვხედავთ, რომ საზოგადოება საქართველოშიც ნელ-ნელა ფხიზლდება, ამას ივანიშვილი თავის წილს ამატებს საზოგადოებრივ გამოფხიზლებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ჯერ განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ჯერ კიდევ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იმიტომ რომ განსხვავებით მოლდოვასგან, განსხვავებით აზერბაიჯანის, სომხეთისგან, აქ დე-ფაქტო რუსული მმართველობაა, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები რუსული მმართველობის ქვეშ არის. შესაძლოა იქ ალაგ-ალაგ რაღაც მყევებს და სისუსტეებს ხედავდეთ, მაგრამ ვერტიკალს დღეს აკონტროლებს მთლიანად აკონტროლებს რუსეთი და აკონტროლებენ მისი სპეცსამსახურები. საქართველოს დაკარგვა იმდენად სახიფათოა, რამდენადაც ეს ნიშნავს იმას, რომ კავკასიის რეგიონი მთლიანად ეკარგება რუსეთს, რაც მისი დღევანდელი მოცემულობიდან სრულიად დაუშვებელი პერსპექტივაა და საქართველოს დაკარგვაში გულისხმობს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებას. ეს არის რაც რუსეთს არ აწყობს და ეს არის რაც მას გავლენებს და აკარგინებს იმ გაგებით, რა გაგებითაც მას წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობა და ეს ნიშნავს, რომ მაშინ აი მისი დიდი კოშმარი ასრულდება, სადაც რეგიონში ფუნდამენტურად დემოკრატიული ან ანტირუსული ძალები იმარჯვებენ, რომლებიც ალტერნატიულ ალიანსებს ქმნიან დასავლეთსა და აღმოსავლეთში და შესაბამისად რუსეთი ფუნდამენტურად თამაშგარე მოცემულობაში რჩება მისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ საქართველოს ის ებღაუჭება სრულად გასაგები და ახსნადი მიზეზებით და ამიტომ არის რომ მათ შორის 4 ოქტომბერს რომელიც მორიგი რუსული სპეცოპერაცია იქნება და იმედია უშედეგოდ დასრულდება, აქ დარწმუნებული ვარ რომ ყველა რესურსს გადმოისვრის, რაც კი რამე წარმოგვიდგენია, რაც გვინახავს და არ გვინახავს და ეს ივანიშვილის წერილშიც გამოჩნდა, იმიტომ რომ ივანიშვილი ყოველთვის არის ის, რომელსაც არჩევნების წინ გამოაგორებენ ხოლმე და რაღაც მაქსიმალურ კონსოლიდაციას ახდენენ თავისი ამომრჩევლის თუ რაღაც ძალაუფლების დემონსტრაციის იმისთვის, რომ სწორედ რუსეთმა გავლენები ვერ დაკარგოს, იმიტომ რომ საქართველოს პრაქტიკულად ბოლო ბასტიონია, სადაც ის ჯერ კიდევ ხელებს აფათურებს. 4-თან დაკავშირებით უნდა ვიკითხო, ბუნებრივად ებმის ეს თემები, იმიტომ რომ აი სწორედ აი სიტუაციის ეს დრამატულობა
დაკავშირებულია იმასთან ადამიანები როგორ უყურებენ 4 ოქტომბრის მოლოდინები როგორია, ხო და 4 ოქტომბერს როგორ უყურებთ? თქვენ როგორ უყურებთ 4 ოქტომბერს? ყოველ შემთხვევაში ზედაპირულად არსებული ინფორმაციით ყოველდღიურად არჩევნებს არ განვიხილავ როგორც არჩევნებს, თუ ცალკეულად არჩევნებზე არ მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია ალბათ ბევრი წელია ცნობილია რომ არც ერთი არჩევნები 2012 წლის შემდეგ ყველაზე გვიან 2016 წლის შემდეგ საქართველოში აღარ ჩატარებულა, არა დემოკრატიულად, არამედ საერთოდ არ ჩატარებულა. ან სახელმწიფოს მიტაცების რეჟიმში არჩევნების ჩატარებაზე საკმაოდ გულუბრყვილოა საუბარი. მოცემულ ვითარებაში ყველაზე გვიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ მე მგონია რომ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს რომ ივანიშვილი არჩევნებს არ ჩაატარებს. გარდატეხა მაინც 2018 წელს მოხდა, აი სამუზრობშუის მეორე ტური იყო, რის მერეც რეალურად სულ სხვა ეტაპზე გადავიდა ყველაფერს. ჩემი აზრით 2016 წლის მეორე ტურებში მოხდა. ხო, აი მე მაგაში არ გეტყვი. მეორე ტურში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ჩემი თვალით ვიხილე, სხვა საკითხია რომ არსებითაც შეიცვალა სიტუაცია 18 წელს, არსებითაც. შეიცვალა საზოგადოებრივი დამოკიდებულება, მაგრამ ივანიშვილიც მოუწია რომ გადასულიყო სხვა რელსებზე ცოტა რადიკალიზების და საზოგადოების აი მაშინ გადაწყვიტა რომ ჩვენ უნდა გავყაროს საერთოდ უნდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში მათ პრაქტიკულად იგივე მეთოდები გამოიყენეს და ზუსტად იგივე ფორმულით შეძლეს ოპოზიციის არა დამარცხება, არამედ განეიტრალება. არ სჭირდებოდათ ის იმხელა რაღაცა, რაც შესაძლოა არ სჭირდებოდათ, იმიტომ რომ შიდით და გარეთ საზოგადოებრივი პოზიცია იყო არაერთგვარო განსხვავებული ვიდრე 2024 წელს, მაგრამ ფუნდამენტური მიტაცებული სახელმწიფოს ფარგლებში ჩატარებული არჩევნების მოდელი უკვე დაიდო 2016 წელს. მაგრამ იმას ვამბობ, რომ მიუხედავად ამისა 2016 წლის შემდეგაც 2024 წლის ჩათვლით მე სულ დავდიოდი არჩევნებზე. 4 ოქტომბერი აღარ იქნება ის არჩევნები, სადაც ჩემი აზრით ამორჩეველი უნდა მორიგჯერზე აი ამ რუსულ სპეცოპერაციაში ნებაყოფლობით შევიდეს. რაც შეეხება პარალელურ პროცესს, პარალელური პროცესი არის, ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ქართულ საზოგადოებას დარჩენია, ხო? ჩვენ არ ვიცით რა გამოვა, ჩვენ არ ვიცით იქიდან რა ძალები გვიპირისპირდება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრად უფრო ბევრად უფრო დიდი მობილიზება ხდება ამ ჯერზე, ვიდრე ეს აქამდე იყო, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟიმი მეტად დასუსტებულია, ვიდრე აქამდე იყო. როგორც არ უნდა იყოს, საზოგადოებას სხვა არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ ის უნდა დაუპირისპირდეს ყველა იმ რესურსით, რომელიც მას გააჩნია, იმისთვის, რომ თავი გადაერჩინოს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევანი, ხა ბევრი ამბობს, რომ ეს არჩევნები შესაძლოა სწორედ იმისთვის პროცესი შეიძლება იმისთვის გამოიყენოს ივანიშვილმა, რომ შემდგომ კიდევ უფრო დიდი რეპრესიები წამოიწყოს. ამ რეპრესიებს ისეც წამოიწყებს, ასეც წამოიწყებს. ეს რეპრესიები არც ერთ ეტაპზე არ შეჩერებულა. მეტი რეპრესიის შიშით ამ სიტუაციაში უკვე ვერ გამოძვრებით, გუშინ აგერ ჩემ ორგანიზაციაში ჩაბარდა რაჟდენის წერილი. არავინ არ გაჩერებულა. მოვლენ აგერ სტუდიაში. კი, იქით ფრონტზე სრულად ჩამოყალიბებული გეგმა ამ რეპრესიებს განსაკუთრებით გააძლიერებენ, თუ ისინი 4 ოქტომბერს შეძლებენ ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას. მადლობა ძალიან დიდი. ნინო კალადაძე იყო ჩვენთან ერთად, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი.